აბა როგორ ხართ ჩემო მეგობრებო, მოგიკითხავთ რა თქმა უნდა ტრადიციის სამებრ უპირველეს ყოვლისა დიდი სიყვარულით, მადლიერებით, პატივისცემით და განსაკუთრებული მადლობა რა თქმა უნდა ჩემი არხის გამომწერებს ადამიანებს, რომლებიც არ იშურებთ უკვე კავშირს ამა თუ იმ ფორმით და ნუ საბოლოოდ თუ უპირველეს ყოვლისა თქვენ გადაწყვიტეთ თითოეულ თქვენთაგანს ნამდვილად უღრმესი მადლობა ნდობისა და ერთგულებისთვის. ხო, ხარისხი არის ჩემთვის ყოველთვის მთავარი, ვიდრე რაოდენობა და ძალიან მიხარია, რომ მაყურებლებს არ გიცნობთ ნამდვილად, ვინ ხართ, რას წარმოადგენთ, მაგრამ ჩემამდე მოსულ ადამიანებს, რასაც ვხედავ, აი აქედანაც საჯაროდ მადლობა მათ, რომ ზუსტად ისეთები არიან, როგორებიც არიან. დღეს მინდა გავაკეთო ესეთი ტიპის გაშლა ორ ვარიანტზე. აგერ ორი დასტაა წარმოდგენილი, სიმბოლოებით შეგიძლიათ გნებავთ სიმბოლოებით არჩიოთ და გნებავთ თქვათ დასტის მიხედვით, არ ვიცი, გნებავთ ორივეთი, როგორც გინდოდეთ ჩანს მე მგონი ხო ეკრანზე. და გავაკეთოთ ასეთი გაშლა, რას ფიქრობს, გრძნობს და აპირებს ადამიანი. ნუ მოკლედ, ფიქრი, გრძნობა და მოქმედება. დავიწყოთ პირველი მეორე ვარიანტი და ნახოთ აბა თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი რა ფიქრიანობებშია. ოხო, ფიქრობს. აქ გამორიცხულია, რომ გაყინული და დაკონსერვებული ამბები გქონდეს, იმიტომ რომ არკანებიდან უკვე მოდის ენერგია. ვისთვის არის გაშლა? თქვენზე მაქვს საუბარი ჯერ და მე ვისზე უყურებთ იმასაც ვნახავ. ხო, ძალიან მიყვარს ეს არკანი, ვინც მიყურებთ ხშირად, აუცილებლად გეცოდინებათ. სამიანი პენტაკლები. არ ვიცი, აი, იცით როგორი მომენტის, უბრალოდ როგორი ენერგიების ადამიანი ხართ. ყოველთვის ვცდილობთ რა საფეხურსაც არ უნდა მიაღწიოთ, რა ასე ვთქვათ სიმაღლეზეც არ უნდა ახვიდეთ, ყოველთვის მზად ხართ კიდევ ახლიდან შეხედოთ რაღაცებს, ახლიდან დაიწყოთ, ვთქვათ, რაიმეს შესწავლა, არ ვიცი, გადაკვალიფიცირება, ახალი საქმის წამოწყება, მოკლედ, აი, არ გაკმაყოფილებთ აქ და ახლა სიტუაცია. გადასარევად გრძნობთ, რომ ცხოვრება იმდენად აჩქარდა და ისეთი ტემპებით მიდის, რომ ნებისმიერ დროს შესაძლოა საჭირო გახდეს აბსოლუტურად სხვა რეალობა და სხვა მოცემულობა. ამიტომ აი მართლა ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერი სიტუაციისთვის ხართ მზად. არ გამოვრიცხავ ვინმე დღესდღეობით რაიმე ხელობასაც სწავლობდეთ, ან რაღაც გუნდურ სიტუაციაში მუშაობდეთ. სხვათა შორის თქვენს ანგარიშზე საკმაოდ ბევრი მადლობა, ჯილდო, ან რაღაც ესეთი გამოხატულება, მადლიერების გამოხატულება უნდა იდოს. ძალიან მოტივირებული ადამიანები ხართ, არ გეზარებათ ძალისხმევის გაწევა წარმატების გზაზე და მოკლედ მზად ხართ ნებისმიერ დროს ყველაფერი საუკეთესო თქვენს ხელში იყოს. არ გამოვრიცხავ ვიღაცაები უძრავი ქონების სისტემიდან ბრძანდებოდეთ, ვიღაცაები ვთქვათ იგივე მენეჯერები იყოთ, რომელიმე პროექტის ასევე ხელობის ოსტატებს არ გამოვრიცხავ რომ მიყურებდეთ, კონსულტანტებიც მათ შორის, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ და ამავდროულად შესაძლოა იყოთ, აი იცით როგორი პროფესიის ადამიანები, დიზაინი, დეკორაცია, სხვა შორის სამხატვრო სიტუაციიდანაც შესაძლოა ვიღაცები ბრძანდებოდეთ. ხო და ახლა ვნახოთ, ვისაც თქვენ უყურებთ, ის ვინ არის? რას ფიქრობს? ვინ არის? რას ფიქრობს? რას გრძნობს და რას აპირებს? დავიწყოთ ვინ არის? ეს ის არის ზუსტად, ხო? საკუთარ გზას რომ ვერ იპოვის და თქვენც რომ თავისას დაგაკარგინებთ. თქვენსას უფრო სწორედ უკაცრავად. ხუთიანი ხმლები, მეგობრებო, რა ვიცი, რა შემიძლია გითხრათ, საკმაოდ კონფლიქტური ენერგიების მატარებელი ადამიანი უნდა იყოს, ცოტა იცით როგორი, აი, მოდეპრესიო ტიპები რომ არიან,
ნებისმიერ სიტუაციაში რომ იპოვიან მიზეზს იმისთვის რომ ბედნიერები იყვნენ კი არა, იმისთვის რომ რაღაცა ის ბედნიერება გაიფუჭონ. არ გამოვრიცხავს სულ რაღაცა ისეთი ცხოვრების სტილი ქონდეს, რომ სულ ბრძოლა უწევდეს რაღაცეებისთვის, ხშირად უწევდეს ასე ვთქვათ რაღაცების შეცვლა, ხშირ იყო მის ცხოვრებაში დამარცხება, რამაც აიძულა, რომ ბევრჯერ მოეტყუებია, ბევრჯერ ვთქვათ პულისებიდან ემოქმედა, ცოტა ისეთი როგორ გითხრათ იცით როგორი მომენტია შეიძლება ცოტა ისეთი სამყაროს წარმომადგენელიც იყოს აი ხო იცით ქუჩქუჩის და ცოტა კიდე მაღლა არ გამოვრიცხავ ესეთ ადამიანს უყურებდეთ ნუ რომელსაც შეიძლება გისოსებიც გამოვლილი კონდეს არ გამოვრიცხავ ასეთებზეც გადათამაშდება ეს მომენტი ახლა ვნახოთ რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენთან დაკავშირებით თქვენთან დაკავშირებით საკმაოდ ისეთი ემოციური მომენტი აქვს და რატო გეტყვით თქვენ მისთვის არ ხართ ანუ აი ნახეთ უბრალოდ ქალი ვთქვათ ხო რომელმაც უბრალოდ მის გზაზე გაიარა მოდი ასე ვიტყოდი თქვენ მისთვის ხართ აი როგორ გითხრათ ყველაფერი ერთად არ ვიცი გრძელვადიანი, არ ვიცი მოკლევადიანი ეს არ მინახავს, ხო რა ტიპის ურთიერთობები გქონდათ, მაგრამ მოასწარით, რომ თქვენ აი მიგეცათ ყველა საიმედო განცდა და ემოცია მისთვის. თქვენ ყოფილიყავით მისთვის ის დასაყრდენი, რომელიც შესაძლოა იპოვოს ძმაკაცში, იპოვოს, თქვათ, არ ვიცი, ბავშვობის მეგობარში, კოლეგაში, ანუ აი მრავალმხრივი სპექტრით სანდო და საინტერესო ადამიანი. ახლა ნახეთ, ძალიან თბილი და ისეთი აი მზრუნველი ფიქრები აქვს თქვენი მისამართით. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ მოჯაჭვულიც არის თქვენზე. აქ გონება ნაკლებად აქვს ჩართული, აი ფოკუსირებულია უფრო გრძნობებზე. არ აინტერესებს ფაქტები, მისთვის არის მნიშვნელოვანი მისი ემოციები. ანუ რეალობა რა არის, ნაკლებად ფიქრობს ამაზე. უფრო მეტი აქ იმპულსური მომენტებიც მომდის და ფიქრები. ფიქრობს, რომ თქვენ არ ვიცი, ისეთი ადამიანი ხართ, რომელიც აი პრაქტიკულად იდეალიც კი. ნახოთ აბა გრძნობებში რა არის, ფიქრებში უკვე გრძნობებს მაჩვენებს და რა საინტერესოა გრძნობებში რას მოგცემს. გრძნობებში ძალიან დიდი ტრანსფორმაცია გვაქვს მეგობრებო. რა მოხდა თქვენს შორის მე ახლა ამის გარჩევას ნამდვილად ვერ დავიწყებ, იმიტომ რომ გაშლის თემა ეს არ არის, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ რაღაც ისე ვეღარ იქნება, როგორც აქამდე იყო, ხო? სიკვდილის არკანი თქვენ იცით, რომ ეს არის რაღაცების წარსულში დატოვება და რაღაც ახლის თვის კარების გაღება, ხო? მზაობა ყოველ შემთხვევაში იმისთვის რა მოდის ის კი არა რა იყო იმაზე კონცენტრირება და იმაზე ვთქვათ ფოკუსირება რა მოდის ამაზე იცით როგორი მომენტია აქვს თუმცა რაც არ უნდა გადაწყვეტილი კონდეს დასრულება და რაც არ უნდა თქვენს ცხოვრებაში ეხა პაუზა იყოს და ერთმანეთთან კომუნიკაცია არ გქონდეთ გრძნობებიც აქვს და ემოციური და ენერგეტიკული ბმა მას დღემდე შემორჩენილი აქვს შესაძლოა შიშობს კიდეც რეალურად რომ ეს ურთიერთობა სამუდამოდ არ გაქრეს სამუდამოდ არ გაფუჭდეს იცით როგორი აი მე ვიცი რომ ყველაფერი იცვლება მე მზად ვარ ყველაფრისთვის მიხვდი აი ესეთი ემოციები მოდის მოდი დავამატოთ ერთი არკანით ეს მაინც რას ფიქრობს მე კი აქ რა ინფორმაციაც მომდის ჩემთვის გასაგებია მაგრამ თქვენთვისაც რომ დავაზუსტოთ იცით როგორი მომენტია, არ გამოვრიცხავ მეგობრებო, აქ ადამიანს უყურებდეთ დაოჯახებულს. ადამიანს დაოჯახებულს, რომელსაც თავისი სტაბილურობა მაინც საკუთარი თავისკენ ეკაჩება, ბევრი მანიპულაცია, ბევრი ეცადა, რომ რაღაცა სხვანაირად დაალაგებინა ყველაფერი და ქონოდა ემოციაც და ქონოდა სტაბილურობაც. ყოფილიყო სწორი ადამიანი ყველა ფრონტზე, მაგრამ
აი აქ იჭედება გრძნობა აქვს რომელია რომ არ გქონდეს თქვენი მისამართით, მაგრამ ან მეორე ვარიანტია. ნახეთ, საჯაროა გაშლა და ესეც უნდა ვთქვა. შესაძლოა ფიქრობს რომ იმ ხაზით და იმ მომენტით ვეღარ გააგრძელებს თქვენთან ურთიერთობას როგორც აქამდე იყო და სტაბილურ ურთიერთობაში უნდა გადაიყვანოს ეს ყველაფერი. უნდა დაარსერიოზულოს და სტატუსი მისცეს ამ ყველაფერს. აი ეს უფრო გადათამაშდება დიდ პროცენტზე, ნაკლებ პროცენტზე იქნება ის რომ ვიღაცა ოჯახიან ადამიანს უყურებთ. აი რას აპირებს ახლა კიდე უფრო კარგად გამოგვიჩენს ეს ყველაფერი და გასაგებია. ანუ მე ძალიან სწორად ვთქვი მეგობრებო. აი ძალიან სწორად აღნიშნე რომ დიდ პროცენტზე ზუსტადაც რომ იქნება ციკლის დასასრული და ახალი ციკლის სხვანაირი ფორმით წარმოჩინება. ეს ადამიანი თქვენთან მოვა და სამყაროს არკანით, ნუ იცით თქვენ მე ვამბობ ხოლმე სამყაროს არკანი რომ ამოდის, ნუ ჩემთვის ასე ახლა სხვების არ ვიცი. აღარც უნდა გავაგრძელო ხოლმე გაშლა თქვენ. იმდენად მრავლის თქვენი და იმდენად მრავლის მომცველი არკანია, ვაუ, რა მაგარია. მეც მიხარია რა დაგიმალოთ და აქ ძალიან აი პრაქტიკულად 90%-ზე ისე გადათამაშდება რომ ეს ადამიანი თქვენ გულს კი არა მხოლოდ ხელს და ცხოვრების მეგზურობასაც შემოგთავაზებთ. მადლობა პირველ ვარიანტს. და ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტი. ვინ ხართ? ვინ არის და რა უნდა? ვინ ხართ? ვინ არის და რა უნდა? სულელის არკანი ადამიანი აი ადარდე მოკლედ ჰარი ჰარალე რაც არ უნდა ხდებოდეს მე წინ მივდივარ რაც არ უნდა სიტუაცია იყოს მე წინ მაქვს ის ყველაფერი საითაც ჩემი გული და ჩემი ინტუიცია მიდის მე მინდობილი ვარ სამყაროს მინდა ვიფრენ მინდა ვირბენ მინდა ჩამოჯდები დავისვენებ მოკლედ ძალიან მაგარ ენერგიებში ხართ რა მთელი პლანეტა ჩემია მთელი გალაქტიკა ჩემია საითაც მინდა იქით გადავხვდები გადმოვხვდები და მოკლედ რასაც მინდა იმას გავაკეთებ მართლა ეგეთი ენერგიები მომდის ნუ სულელის არკანი თქვენ იცით რომ სულ ვამბობ რომ ეს არის პრაქტიკულად მთელი დანარჩენი არკანების გაერთიანება და მთელი დანარჩენი არკანების ინფორმაცია თამამად შემიძლია გითხრათ მეგობრებო რომ ამ ერთ არკანშია ჩატეული და ამ სულელის არკანზე საუბარს ალბათ რა ვიცი 48 საათი არ ეყოფა და 72 საათი ოღონდ მართლა მთელი თავისი წიაღსვლებით რომ მიუყვე მაგრამ აი აქ ისეთი მსუბუქი ენერგიები მომდის ღმერთმა ასეთი ენერგიებით გატაროთ სულ ლაღი აი თავდაჯერებული სამყაროს მინდობილი და თავდაჯერებაზე მეტი კიდე სამყაროს სიძოგჯერა ესაა ყველაზე მაგარი ხო, ცოტა ბავშვური ენერგიებისაც ხართ, იმპულსური ხართ, არ ფიქრობთ ხვალ რა იქნება აი ეს რისკიანი, აი სასწაული ნაბიჯები შეიძლება გადადგათ, აი არ უწყოლას შეიძლება გაუკვირდეს რანაირად, როგორ საერთოდ ხო იცით როგორ აბნევს ხოლმე ადამიანებს, როცა სიჩუმეში აკეთებ რაღაცებს. არ ხართ თქვენი ხმაურიანი ტიპი რა. არიციან ადამიანებმა, როცა სიჩუმეში რაღაცას აკეთებ, როგორ უნდა დაგესხან თავს, ან რას უნდა ებრძოლონ, ხო? ამიტომ აი თქვენ რაღაცა სწორი მიმართულებები გაქვთ, სწორი ვექტორი გაქვთ აღებული და ძალიან სწორად მიუყვებით თქვენ გზას. არ უშინდებით არაფერს, მოკლედ ახალს რა, ამისი თქმა მინდა. მშვენიერი. ნახოთ ახლა ის ვინ არის. რას ფიქრობს, რას გრძნობს და რას აპირებს ასეთ ადამიანთან რა დაგიმალოთ და ბევრს შეიძლება გაუჭირდეს ურთიერთობა, იმიტომ რომ დღეს ესეთი სუფთა ენერგიები, აი ესეთი ლაღი ენერგიები ძალიან ცოტაა და თუ არის კიდე მე სხვა ადამიანებს როგორც წესი აშინებთ ხოლმე, მაგრამ ნუ გავასწრებთ მოვლენებს, ნახოთ ახლა რას გვაჩვენებს ტარო, ხო, სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ამ ტაროში ჩვეულებრივი 78 და არკანის მიღმა არის კიდე რამდენიმე არკანი და აქ არის ასეთი ახალი მიწა, ესეთი არკანი, ანუ ადამიანი, რომელიც არ ვიცი შესაძლოა ემიგრაციაში იყოს, არ გამოვრიცხავ, შესაძლოა ძალიან ხშირად მოგზაურობდეს და მივლინებებით უწევდეს წასვლა-წამოსვლა, ახალ საქმეს იწყებდეს
ახალ სიტუაციას ეჭიდებოდეს, ну, ყოველ შემთხვევაში რაღაცა ძალიან დიდ სიახლესთან იყოს დაკავშირებული. აქ ამავდროულად არ გამოვრიცხავ ეს ადამიანი იყოს პროფესიულად ჰაერთან კავშირში, მეცნიერებასთან კავშირში, გამოგონებასთან, აი ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ადამიანი იყოს. რას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით? აი ზუსტად კვერთხების დედოფალი რა უნდა იფიქროს მეგობრებო? ქარიზმატული, მიმზიდველი, ცეცხლოვანი, ну არ ვიცი, მამაკაცები თუ მიყურებთ, ну გადაიტანეთ თქვენს თავზე, ხო? ადამიანი, რომელიც არ ვიცი, მილიონში რომ გამოარჩევ, ხო და აირჩევ აი ესეთი ტიპის ადამიანად გთვლით. ძალიან დიდი მიზიდულობა აქვს თქვენი მისამართით. ფიქრებში აი არ ვიცი, სწორად გამიგეთ და ისეთი ინტიმური მომენტები და ურთიერთობა თუ გქონდათ ხო ამ ნაწილში, არ ვიცი, 24/7-ზე შეიძლება მის გონებაში ეს რაღაცა კონკრეტული მომენტები, კადრები ტრიალებდეს. ძალიან დიდია ეს მიზიდულობის მომენტი, არა მარტო სექსუალური, აი როგორ გითხრათ, მის ჩემი ადამიანია, დაახლოებით აი ესეთი ენერგიები მომდის. ნახოთ რას გრძნობს. შეყვარებულია ეს ადამიანი. შეყვარებულია მეგობრებო. აი იცით როგორი ენერგიებით თქვენ გაქვთ იქ ხო ლაღი ბავშვური აი ესეთი აი ზუსტად ესეთივე გრძნობით არის ძალიან საინტერესოა რა კარგია რომ ის გრძნობს ზუსტად თქვენს ენერგიებს ესეთი თანხვედრა ძალიან იშვიათია ხოლმე და დააფასეთ რა ეს ადამიანი გაუფრთხილდით ძალიან იმიტომ რომ მსგავსი ტანდემები დღევანდელი თანამედროვე გარემოში ძალიან იშვიათია და თუ არის იმას ძალიან 100 ხელით უნდა მოეფხაუჭოთ მოკლედ შესაძლოა წარსულიდან მოდის ეს თქვენი ურთიერთობა რაღაცა ბავშვობას უკავშირდებოდეს ან ყოველ შემთხვევაში აი იცით როგორი ბავშვურად დაწყებული ურთიერთობა აი რაღაცა როგორ აგიხსნათ ყოველგვარი თავიდან თითქოს სიღრმეებზე არც გიფიქრიათ მაგრამ ბავშვობა ყველაზე მეტი სიღრმეა ხო იცით ბავშვური ენერგია ბავშვები ყველაზე ღრმაა და ყველაზე ისეთ გაცნობიერებული ადამიანები არიან რომ დავუკვირდეთ ყველაფერში რომ გესმით ერთმანეთის, ყველაფერში აი სულ ცდილობს რომ თქვენ რაღაცა კომფორტი შეგიქმნათ. კომფორტის ზონაში გამყოფოთ, გაგრძნობინოთ რომ მარტო არ ხართ და ყოველთვის არის მომართული იმაზე რომ თქვენ მაქსიმალურად მისი ფრთის ქვეშ იყოთ აი დაცულობის და ბედნიერების განცდა გქონდეთ მაქსიმალურად. რას აპირებს? რას აპირებს მეგობრებო და დღეს რა ხდება ღმერთო ჩემო მითხარით რომ რაღაცა ქორწილების ამბავი მოვიდა სექტემბრისთვის ემზადება უმეტესობა ჩემი მაყურებლის იეროფანტის არკანით რა უნდა გითხრათ რაღაცის დაკანონება აპირებს ყოველ შემთხვევაში რაღაც სხვა საფეხურზე ამ ურთიერთობის გადატანას ძალიან გავს პირველ ვარიანტს უბრალოდ ცოტა ენერგიებია განსხვავებული თორე სისტემურად ძალიან გავს პირველ ვარიანტს ისე ყოველ შემთხვევაში აქ კიდე უფრო ჯანსაღი და კარგი ენერგიები მომდის რა აქ აი თითქოს უკვე დაგეგმილია რომ ეს კავშირი ჩემთვის არა მიწიერ დონეზეა საინტერესო არამედ ცოტა მაღალ საფეხურზეც ხო ეს არის ის რაც მე მჭირდება რაც აი ჩემი შვილების დედა მამა ესეთი მომენტი ხო ეს იცი თქვენ ღირებულებების ტრადიციების ოჯახის ფასეულობების არკანია სადაც თქვათ აი ყველაფერი ერთად იკვრება და იყრის თავს არ ვიცი ისეთი მაგარი გაშლა გამოვიდა პირველიც და მეორე ვარიანტის განსაკუთრებით ეს მეორე რომ გამაგებინეთ რას იზავთ ну ყოველ შემთხვევაში ქორწილში თუ არ დამპატიშებთ მოგილოცავთ მაინც საჯაროდ ну ხუმრობ რა თქმა უნდა ღმერთმა ბედნიერება მოგცეთ აგისრულოთ ყველა ნათელი და კეთილი სურვილი და რაც მთავარია თითოეული თქვენგანი პირადში გამყოფოთ ბედნიერი იმიტომ რომ სულ ამას ვამბობ რაც მეტი ბედნიერი ადამიანი იქნება სამყაროში მით მეტად ჯანსაღი და ჯანმრთელი ენერგიები იტრიალებს დედამიწაზე დაგემშვიდობებით ჩემო კარგო ადამიანებო დროებით ნახვამდის